ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში გიორგი აფჩიაური, გია კორკოტაშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, ზურა ხაჩიძე უკაცრავად და ნინო ნადირაძე კუზანოვა არიან ჩვენი სტუმრები. მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის ცოტა იდიოტურად გამომივიდა რეკლამამდე დასმული შეკითხვა, რომელიც პოლიტიკოსი მოგწონთ და რომელს ვერ იტანთ, თქვა, ალბათ უნდა მეთქვა, რომელი არის თქვენთვის მიუღებელი. გიორგი, მოდით დავიწყოთ. როგორი გინდათ რომ იყოთ თქვენ თუ შეხვალთ პარლამენტში, რომ თქვენთვის იდეალური პოლიტიკოსი როგორია და მოქმედი პოლიტიკოსებიდან ვის გამოარჩევდით დადებით და უარყოფით კონტექსტში? Შეეცები რომ გულწრფელი პასუხი გაგცეთ, რა თქმა უნდა ამაზე. ქალბატონო ინგა, მე ვარ თაობის წარმომადგენელი ახალგაზრდების და გავჩდი და დავიბადე იმ ქვეყანაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა იყო უკვე დამოუკიდებელი და თავისუფალი. შესაბამისად, ყოველგვარი წნეხის გარეშე მომიწია, აღზრდა და მიჩვეული ვარ, თქვათ, თავისუფალი სიტყვის თქმას. შესაბამისად, ჩემთვის ვინმე პოლიტიკური კუმირი ან იდეალი არ არსებობს და შესაბამისად ის ახალგაზრდებიც, ვინც ჩემს გვერდში დგანან ამ ეტაპზე და ვინც იმ იდეას მიყვებიან, რაც ჩვენთვის უფრო ძვირფასია ვიდრე რომელიმე პარტიის მიერ, თქვათ, მოწოდებული თანხა, რომ თქვათ, საარჩევნო კამპანია ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იდეაზე ვაკეთებთ აქცენტს და ჩვენი კუმირიც და ასე ვთქვათ, მისაბაძიც ალბათ ჩვენი იდეაა. კი, მაგრამ ვის გამოარჩევდით? მაინც ვინ არის ყველაზე ქმედით უნარიანი? მაშინ ასე დავსვავ კითხვას და არა ქმედით უნარიანი. იმ შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ, რომ მე მინდა რამდენიმე გზავნილი გავაკეთო, თქვათ, იგივე ახალგაზრდების, იგივე მშრომელების. გარკვეული პრობლემები იყო, თქვათ, წინა ხელისუფლების პროცესშიც, ახლანდელი ხელისუფლების პროცესშიც, როდესაც მაგალითად არავის არ უსურვებ, აქ მსხლომი ადამიანებიდან ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი ოჯახის წევრი მიდიოდეს სამსახურში და კითხვის ნიშანი იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ცოცხალი დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება. ასეთი სიტუაცია მშრომელებს და მუშათა კლასს და იმ ადამიანებს, რომელსაც ყოველდღე ხვდები, არის და ეს ამის გამოსწორება შეიძლებოდა და ეხლა შეიძლება მარტივი რაიმე კანონპროექტით, თუნდაც შრომის ინსპექციაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი. მესმის, შრომითი მიმართულებით კანონმდებლობაზე საუბრობთ. შრომის ინსპექცია თითქოს შექმნილია, მაგრამ არის დეკორატიული, არანაირი ფუნქცია არ აქვს და ყოველ წელს ადამიანები იღუპებიან და ამაზე არავინ არაფერს არ ამბობს. მათ შორის არც პოლიტიკოსები. მადლობა გიორგი, მე გადმოვდივარ გია კორკოტაშვილთან, თქვენ რა სიტყვით? როგორი უნდა იყოს, ანუ თქვენი შესვლის შემთხვევაში პარლამენტში, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი პოლიტიკოსი იქნებით თქვენ და ყველაზე ეფექტური და არაეფექტური ვინ არის პოლიტიკოსებიდან? ეხლა არ მითხრათ, რომ არ მინდა ვინმეს ვაწყენინო. არა, წენა არა, ეგეთი ის არ ამყავს კუმირი, არც ის შესაძლებლად და არც ის რომ, იმიტომ რომ ალბათ ვერ ვნახე რა, სათანადო ეხლა ისტორიას რო გადავხედო, არა, მოქმედი პოლიტიკოსებიდან ყველა ნიჭიერი ადამიანი, ვინც ქვეყნისთვის ზრუნავს, ის არის ჩემთვის მისაღები პოლიტიკოსი და ვინც ყველანაირად მithom ჭკვიანურს უაკეთებს და ევროპაში რო გადიან რაღაცებს რო ხერგავენ, მithom მესამე პირში რო ლაპარაკობენ საქართველოსთვის ცუდს, ჩანს ყველაფერი ჩემო კარგო. ადამიანი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის საქართველოს უკან წევს, როგორც ქვეყანას და უნდა რომ ანახოს ყველას, რომ ეს არის ბრბო იმ ხალხის, რომელიც დღეს ესე არის, ჩემთვის არის უარყოფითი. გიორგი, მე ხა გააკეთა შრომით კანონმდებლობაზე და მის დახვეწაზე აქცენტი, რომ იგი ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რა მიმართულებითაც იგი თუ მოხდება პარლამენტში იმუშავებს. თქვენი მთავარი ბრძოლის გზა რაზე გაივლის? ჩემო ინგა, მე რა მინდო თქვა, მე ხა რომ იქნებია იდეალური კანონშემომქმედი რაღაცებს ისეთ ფილოსოფიებში ჩავყოფ ჩემ თათს რომ ეს არა რა უბრალოდ ეს იქნება საზოგადოება რომელშიც გენიალური იურისტებიც იქნებიან კანონშემომქმედებიც იქნებიან ექიმებიც იქნებიან ყველანი მაგრამ მე უფრო სახალხო კუთხით უყურებ ჩემ თავს რომ მე იმ
აი საზოგადოების დიდი ნაწილი თუ ვიღაცას ვერ ენდობა მაგაში მოვა ჩემთან და მეტყვის აი კორკოტ ეს მტკივა ადამიანის უფლებებისკენ ადამიანის უფლება როცა სამსახური არ არის ეს ყველაზე დიდად დარღვეული უფლებაა როცა შრომის უნარიანი მამაკაცი როგორც თქვენ ბძანეთ სახში ხელფას ვერ მიიღებს ანუ თქვენი გზა იქნება ადამიანის უფლებები აუცილებლად იმიტომ რომ მე ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ესე თუ ისე მომიწია ამ 10 წლის გავლამ ამ 4 წლის გავლამ რომ საზოგადოების დიდ ნაწილს რაღაცა სამართალთან ახლოს ხედავს ჩემ თავს და მაკითხავე თქვა მოგვეხმარე იმაში იქ და გვიდეკ იქ და ეს ვიცი ვისწავლე რაღაცა თან მატყუარა არ ვიქნები ინგა რა ამ ხალხისადმი აი პირობას ვიძლევი თემქის ამორჩეულთან კი არა საერთოდ ქართველებმა და არაქართველებმა ვით საქართველოს ცხოვრება ხომ იცნობთ რომ სხვისი გულისთვის ძალიან ბევრი რამე გაკეთდა კბილებით გავიტან ჩემი ამორჩეულის და ჩემი საზოგადოების სიმართლე მადლობა ზურა რა სიტყვის შენ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი და თუ გამოარჩევდი ვინმეს კი ბატონო აუცილებლად ვიტყვი ჩემ მოსაზრებას უბრალოდ ერთი რამე მინდა ვთქვა რომ რაღაც მაყურებელი არ შევიდეს შეცდომაში და მიჯერჯერობით პოლიტიკაში გადაწყვეტილება არ მიიღეს უბრალოდ ადამიანი რომელიც სამოქალაქო აქტიურობით ყოველთვის გამოირჩეოდი და მქონდა მცდელობა რომ კენჭის გეყარა პოლიტიკაში მე არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა და ეს მაშინაც თქვი როცა ჩვენ ერთად ვიყავით პოლიტიკურ პროცესში ჩართულები და დღესაც შემიძლია ვთქვა ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის რომ შეცვალა რეჟიმი ეს ერთი დავამთავროთ მეორე ის რომ დღევანდელ პოლიტიკურ ესე ვთქვათ თანამდებობებზე არიან ადამიანები ვის მიმართაც მე პირდაპირ გეტყვით კეთილგანწყობილი ვარ იგივე კახიშვილი იგივე კახიკალაძე იგივე პრემიერ-მინისტრი დღევანდელი არსებული იგივე თუ გინდათ შინაგან საქმეთა მინისტრი მე პირადად მათთან მქონია ურთიერთობა და მე მიხარია ესეთი ადამიანები მაგრამ რაც შეეხება მთლიანობაში კონცეფციას ქვეყნის მართვის არ ვიცი რატოა ესე არ არის ფაქტია სამუშაოები ქვედა დონეზე ხალხს უჭირს არის გადასახადები უამრავი ბანკების და ასე შემდეგ ამიტომ მე აბსოლუტურად ვიზიარებ გია მაისაშვილის მოსაზრებას თქვენ გყავდათ გადაცემაში რომ არის საჭირო ეფექტური მართვა სწრაფი გადაწყვეტილება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების უნარი ანუ არ გვაქვს ჩვენი მიზნო რომ 2030 წელს არ არის ეს 30 წლამდე დავიხოცეთ კაცო ახალგაზრდები ვართ ჩემი ბევრი თანატოლი ბევრი მეგობარი ყველა ფენაში მყავს და არ არის რეალიზებული არ აქვს შემოსავლის საშუალება თავის შვილს ვერ აჭმევს ვერ მიაქვს საჭმელი და უამრავ რამეს გეტყვით გიამ რას თქვა აბსოლუტურად ვეთანხმები იქით სააფთიაქო საშინელებები აქეთ იაფიანი არაყებისმა და საერთოდ ჩვენი თაობა მე რამდენ ომს მოვესარით აი დამეთანხმები მე ვარ 78 წელს დაბადებული 4 ომი ნებისმიერი ჯანმრთელი ქვეყნისთვის და ალბათ დამეთანხმებით 4 ომის გამოვლა იმ თაობისთვის არის ფსიქოლოგიური შერყევა მას ჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია ხომ მითანხმებით ამაში და რთულია ამ პირობებში მე ის გამწარებული კაცი თავის შვილისთვის გამოდის და მკვლელობას ჩაიდენს და მე გვიკვირს რატომ მოკლავ ის კაციო ანიმან ან ეს ანის და კიდე ერთი აუცილებლად მაპატია ინგა თუ მომცემ ამის საშუალებას რაც დავიბადე დავიღალე ერთი და იგივე პოლიტიკოსების ყურებით ტელევიზორში ესეც აუცილებლად უნდა აღვნიშნო იმიტომ რომ აი დავიღალე პროსტა დავიბადე გავახილე თვალები დავინახე ხა სახელს და გვარებს არ ვამბობ იმიტომ რომ პირადად არ მინდა რომ ვინმეს რაღაცა ეწყინოს ან შეურაცხმოს დავი მიეცით ახალგაზრდა მიეცით გიორგის კოკოტას მიეცით შეფერილია გაიგე შეიფერეს ამადა მოიგეს ეს მანტია ზიას აესე კარგად და გიყურებ წაარტყა აი ზუსტად მანდავარ ზუსტად აუცილებლად მიეცით ახალგაზრდა გიორგის მიეცით ჩანსი იქნება შეცვალოს თავის ამორჩევლისთვის ყოფა მდგომარეობა კოკოტას მიეცით ჩანსი მე ვფიქრობ რომ ახალი ადამიანები რომლებიც გულწრფელები არიან თქვენ ხედავთ ამ ადამიანებს ეკრანზე მიეცით საშუალება იქნება მართლა შეცვალონ ქვეყანა მართლა კარგი მე ზაზა პაპუაშვილზე არ შემიძლია რომ ვთქვა ზაზა ძალიან მიყვარს როგორც პარლამენტარი ძალიან ქმედითია და რა ვიცი თქვენ თუ არ მე პირადად მისი განცხადებები და მისი აქტიურობები პარლამენტში ხო ხელოვანი ადამიანი არ შემიძლია რომ არ დავაფიქსირო. კარგეთ. აბა ხელოვანი ადამიანი რა აქტიურობები დაგამახსოვრდა? ანუ მისი აქტიურობა არა, ერთი კონკრეტული მაინტერესებს, რომ ჩვენ მივანიჭოთ თითოეული იმ ადამიანის საქმიანობა სათანადო დაფასება. საპარლამენტო ცხოვრებაში ის მუდმივად აქტიურია. ანუ ამას ვამბობ, როგორც ხელოვანი ადამიანი. ჩვენ ხო ლაპარაკობთ ხელოვან ადამიანის წასვლაზე პოლიტიკაში. ამას ვამბობ.
მეც არა. მადლობა, რა სიტყვით თქვენ ბატონო? პირველ რიგში წიგნი მინდა გაჩუქო, არმაგედონის მათრახი. ო, მადლობა, ეს თქვენი წიგნია. ჩემი რომანია. არმაგედონის მათრახი. ხო, მე ვფიქრობ მან იქნება პოლიტიკაც. აუცილებლად წავეკითხავ და მე გაგიზიარებ ჩემს აზრს. რა მინდა რო გითხრა? აი მე მაგალითად ძალიან მაწუხებდა ესეთი კანონი, რომ ვიცოდი რომ გერმანიაში მაგალითად სადაც ვიყავი და რო ვიკითხე გავიგე, ისე არ მithქვამს. ლუდს რო დალევს ბრძოლი, მას არაჯარიმებენ. რადგან ეს არის ლუდის მწარმოებელი ქვეყანა. რაღაც დოზამდე. იმ დოზის შემდეგ აპარატურა არსებობს და იმის მერე თulis ჯარიმას. ეს თქვი მე პარლამენტში. და დამცინეს არა მარტო დარბაზში, ერგემლიძეში გაჩერდები ორჭიქაზე და ყველა არხზე დამატრიალეს. გამომიყვანეს ლოთი. სინამდვილეში ძმარი რო გეჭამა ინსპექცია გაჯარიმებდა ის პატრული მიყავდი დასამტკიცებლად 30 ლარი უნდა გადაგეხა და ეს თითქოს არ იყო სამართლიანობისათვის ბრძოლა დედამიწაზე სადაც ვიყავი პარლამენტებში სხვათა შორის მანამდეც ისრაელის კნესეთში ვარ ნამყოფი მემარცხენები აქეთ ხედან მემარჯვენები აქეთ საქართველოში ვერ გაიგებ ვინ არის? იმიტომ რომ მემარჯვენეები მემარცხენე მემარცხენე ხო სოციალისტური ისინი. ხო მემარცხენე ყველა მემარცხენეა. მემარცხენური ფლანგი არ არის საქართველოში რომ ისეთ რამებზე ისაუბროს. გერმანიაში შემოვა დილას ხორცი, საღამოს ის ხორცი არის ნახევარ-ფასში. ჩვენთან დაკიდებენ ღორს ბაზარში და 2 თვის მერე ზუსტად ის ფასი. არა, მერე ფარს. არა, მაცალე, მერემდე იწერება შემოტანის თარიღი. მე მეორე დღეს რომ მოვედი, უნდა ვიცოდე ეს 10-ია შემოტანი და ეს 11-ში. უკვე 10-საც კი არ ვყიდულობ, 11-ის. ანუ წესები არ არის. აქ მერე არ არის, აქ უნდა იყოს რიცხვი. აქ უნდა, აი ამაზე არავინ არ საუბრობს. 3 მეტრიანი მანქანა რო დგას ქუჩაში და პატარა ზაპოროჟეცი 2.40 ლარს ატო უნდა იხდიდეს. რატომ უნდა იხდიდეს? გასაჩერებელი ადგილი, ამაზე არავინ არ ფიქრობს საერთოდ. რაღაცი ხელი მოვაწერეთ, ფეხი მოვაწერეთ და შეერკვდება. მაგის გარდა ცოტა დრო გვაქვს ორი მოწმების გარდა და ნინოს ორი მოწმების გარდა არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ფიქრიც არ უნდა გაბედოს რომ საქართველოს ხელმძღვანელობაში დარჩება. ანუ ვადა თქვენც ეთანხმებით ზურას რომ უკვე დაიღალეთ ერთი. კი არ დავიღალეთ, მე ნებისმიერი არსება ფუჭდება. ჯორჯ ვაშინგტონის საყოველთაო განცხადება. მივიდნენ მასთან და მეფეთ უნდა აგერჩიოთ. ანუ სულ უნდა დარჩოთ. მე იმიტომ დავამხე ყველაფერი და იმიტომ ვიბრძოდი დემოკრატიისათვის. 8 წლის შემდეგ არ არსებობს ანგელოზიც რო იყო. ფუჭდება მე. რა თქმა უნდა. კავშირებს კარგავ უბრალოდ. მადლობა, საინტერესო იყო ბატონო ნუგზარდა დაასრულებს ნინო. ნინო, ვინ არის? თუ შეგიძლია გამოარჩიო, საინტერესოა ყოველთვის თქვენ ბრძანდებით აქტიური წევრები ამ საზოგადოების და პოლიტიკოსებისთვის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, ვის გამოარჩევთ, რომ იყოს ხო რაღაც შეფასების კრიტერიუმები, რის მიხედვით და რომ გავაგებინოთ ვირას ფიქრობს. მე პირადად ესე იგი ასე ვერატანა და ზიზღები სადაც არ გამარჩა. ცუდი ფორმულირება გამომივიდა და ბოდიში მოვიხარ. ნაცმოძრაობას ყავდა აუდიოზური ტიპები, რომლის მიმართ პერიოდულად მინდოდა ტელევიზორში შემძრალიყება და დამეხჭო. ქონდა ესეთი მიუხედავად ჩემი ზედმეტად ჰუმანურობისა პერიოდულად, მაგრამ ყავდათ ესეთი ადამიანები. მაგრამ ნორმალური ხალხიც ყავდა. არა, მაგას ვიძახი, რახან საუბარია, მე ხო არ ვამბობ ტოტალურად ყველაზე მე ვამბობ იყვნენ ტიპები, რომლებიც ჯაბა მაღლაკელეძე იყო ჩემი კარის მეზობელი პარლამენტში. ზვიადის მე ძალიან ბევრი მოყვარული კაცი იყო და ნაციონალური ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ზოგადად არავის ის დღევანდელი საქართველოს ოცნების შეფასებისას მე ვიტყოდი რომ დღევანდელ დღეს საქართველოს ოცნებას ყავს მხოლოდ ერთადერთი სახე ეს არის ბიძინა ივანიშვილი სხვა მეტნაკლებად ეს არის რაღაცა თავისი აზრის გამოხატვის და თქმისათ ეშინია, თუმცა დარწმუნებული რომ მათ არავინ არ დასჯის ამის გამო, მაგრამ ეს მომენტი, რაც ძირითადი მიზეზი, რაც არის ქართული ოცნების, თქვათ, აი ამ საშინელი კრიტიკის, რასაც დღეს მათ უწევს მოისმინონ, ეს არის რომ გადაწყვეტილების, მაიმე იმას ვკითხო და რეალურად დარწმუნებული ვარ, ხა ბიძინაიბაშვილს ნამდვილად არ აინტერესებს რომელიღაცა ქუჩის, რომელიღაცა მონაკვეთზე ასფალტი ასე დააგონ თუ ისე. ნინო, ერთი კითხვა ძალიან მოკლედ მითხარი, უკვე მოიწურა ჩვენი. დღევანდელ დღეს მე ერთადერთი ოპოზიციური პარტია
პარტია ვიცი, ეს არის ხალხი. მთავრობაში ვინც არის დღეს პოზიცია, ოპოზიცია, ყველა ცდილობს ერთმანეთს ჩაეხუტონ, როგორმე იმ მთავრობაში დარჩნენ და ერთადერთი ოპოზიცია რჩებით ადამიანები, რომლებიც უდგევართ ყველაფერში კრიჭაში იმათ, რომ რამე გადაცდომა არ მოხდეს, რომ ისინი ყველა პარტია ერთმანეთთან არის, ამიტომ რაც შეიძლება უფრო ხშირად უნდა იყოს თქვენ ეკრანებზე და უნდა აკრიტიკოს. პოზიცია არის ის, არ არის ჩვენ ვართ ახლა პოლიტიკაში. ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური ზავა. გადაწყვეტე რომ პარტიაში მიდიხარ, მაშინ მითხარი რომ შეიძლებაო წავიდე. ნახოთ, დღესდღეობით მინოს უწევ ჩვენ პარტიაში. დღესდღეობით მე საუბარი მაქვს, რომ დღეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ზავა არის ხალხი. შენ გადაწყვეტე რომელი ჯერ ჩემი ტოლი და სწორი ვერ ნახე. დიდი მადლობა. აი ზუსტად თითო ფრაზი და მე უნდა დავასრულო, იმიტომ რომ ვეღარ მოვასწრებთ ახალი ამბების დროა, ვინაიდან გიორგი აფციაური და გია კორკოტაშვილი იყრიან კეთს ამ არჩევნებზე. თითო ფრაზისთვის გითმობთ ეთერს. გიორგი, თქვენი გზავნილი ერთ მესიჯად ჩამომიყალიბეთ და გია დაასრულებს თქვით. თქვა შეიძლება იმის, რომ ის ტრიბუნა რა ტრიბუნა შეიძლება მივიღო, თქვათ, ხალხის ასე ვთქვათ, განწყობით და არჩევით. იქნება არა მარტო ჩემი, ეს ტრიბუნა იქნება ლოტკინელი ხალხის პირველ რიგში, იქნება ეს ტრიბუნა ახალგაზრდების, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრში სამწუხაროდ ვერ აღწევენ და გაწყვეტილებას ვერ იღებენ და რა თქმა უნდა მშრომელების იქნება ეს ტრიბუნა. დიდი მადლობა, გია დაასრულეთ. ყველანი მიბრძანდით არჩევნებზე აბსოლუტურად, მიეცით ხმა, ვინც თქვენ მოგწონთ, მაგრამ მიეცით სიმართლეს ხმა, რომ მე იდაყვები არ დაიჭამოთ თქვენივე ხმის მიცემაზე. მადლობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჯარსუხ ჩარკვე ერთი სიტყვა მხოლოდ. მე მაქვს სიმღერა, ო ჯორჯია, ესე იგი გიორგი ვისაც ქვია, მან ააყვავოს მიწა ქართული. ამ დარბაზში ორი ქართველი, ორი გიორგია. იქ კიდე პრეზიდენტიც გიორგია, პრემიერ-მინისტრიც გიორგია. ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ხო, რომ ისიც გიორგია, ისიც გიორგია. მოკლედ წარმატებას გისურვებ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები, ჯარსუხ ჩარკვიანი, გია კორკოტაშვილი, გიორგი აფციაური, ნუგზარ ერგებლიძე, ნინო ნადირაძე ყუზანოვა და ზურა ხაჩიძე იყვნენ ჩვენთან ერთად. მე მათ ვეფშტობები, წარმატებას უსურვებ. ჩვენ კი ერთმანეთს ხვდებით 7 საათზე და დღის ამბებში გვექნება ძალიან საინტერესო დებატები იმ დეკლარაციაზე, რომელსაც ხელი მოაწერა უკლებრივ ყველა საპარლამენტო წარმომადგენლებს გულისხმობ, მათ შორის ქართულმა ოცნებამაც და ნაციონალურმა მოძრაობამაც ჩვენს წვაფას ჩრდილო ატლანტიკურ ინსტიტუტებში. მადლობა.